აჭარაში ძალოვან სტრუქტურებში ძირითადად ისევ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მუშაობენ. ეს განცხადება მამულიშვილთა კავშირის თავმჯდომარეს ნიაზ ბოლქვაძეს ეკუთვნის. ნათქვამის დასტურად დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მან კონკრეტული მაგალითი დაასახელა. მიმდინარე წლის 6 მარტს ბესიკ ფაღავას, რომელიც ქართული ოცნების წევრია, სახლში 10 საბრძოლო ვაზნა აღმოუჩინეს. წარსულში ძარცვის ბრალდებით ნასამართლოები ფაღავა ამ შემთხვევას მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს. სასამართლო მის 2000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, გადახდის ვადა კი ზედ იწურება. ბესიკ ფაღავამ დანაშაული როგორც თავად ამბობს, ოჯახის წევრების სიმშვიდის მიზნით აღიარა. ის რომ ვაზნები ფაღავას არ ეკუთვნოდა და წინასწარი განზრახვით სამართალდამცავ დავით ჯიხაშვილის დავალებით ნუგზარ წერეთელმა ჩაუდო, თავად წერეთელის ადასტურებს. წერეთლის განცხადებით ჯიხაშვილი მისი ნათლია. მან აღიარებითი ჩვენება გუშინ დაწერა და დღეს პროკურატურაში შეიტანა. ის პროკურატურას ფაქტით დაინტერესებას თხოვს. რა პოზიციას აფიქსირებს ბრალდებასთან დაკავშირებით დავით ჯიხაშვილი, მომდევნო გამოშვებაში შემოგთავაზებთ. ნუგზარ წერეთელმა აღიარა მისი დანაშაული, რომ პოლიციელმა ჯიხვაშვილმა ის აიძულა, რომ ეს ვაზნები მას მიეტანა და ჩაედო ბესიკ ფაღავასთან. ამიტომ ჩვენ დღესვე აღიარებით ჩვენებას მტკიცებულებებს გადავცემთ პროკურატურას, რომ მოხდა ასეთი დანაშაულებრივი ფაქტი და იმედი გვაქვს, რომ პროკურატურა გაარკვევს, გამოიძიებს და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. აგერ ქართულ ოცნებაში, ქართული ოცნების ერთადერთი აქტივისტი და გუნდის წევრი და ალბათ მამ მიზნის მიხედვით წერეთელ ნუგზარს დაავალეს და ჩამიგდეს ტყვიები და წერეთელმა ნუგზარმა თავისი დანაშაული მერე თვითონ აღიარა. მაიძულა ეგ მაშინ მე მეკვრებოდა რომ დაგიჭერო ისეც გაგიკეთებო რომ ესე იგი მაინც შენ დაგიჭერო თუ არ გაგიკეთებო და ეგ გამაკეთებია და მე ახლა ჩემით მოვედი ახლა გადავწყვიტე, არ მინდა ასეთი ცხოვრება, გავნაგზო, შვილები მყავს.